IBC არის სოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდი. ჩვენ აკორდ ჯგუფთან ერთად ვიცვლობს ამ IBC პირველი პროექტი გავაკეთეთ თბილისში, სადაც ჩაიდო 45 მილიონი ლარის ინვესტიცია, უკვე დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი და ეს არის ჩვენი პირველი განაცხადი სასტუმრობის მიმართულებით. ჩვენ კიდე რამოდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გეგმავთ, ეს არის სიონის ვაზელე მერიდიანი, ქობულეთში მომენტიკი და სხვა ბრენდები, რომელსაც მომავალშიც ვიტყვით. აქედან გამომდინარე, არქი ცდილობს, რომ მისი წვლილი შეიტანოს ქართული ტურიზმის განვითარებაში, ქართული სასტუმროების განვითარებაში და მაღალი სასტუმროების განვითარებაში. როგორც თქვენ მოისმინეთ, აკორის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სასტუმრო ევროპაში ყველაზე კარგი IBC-ია და ყველაზე მაღალხარისხიანი IBC-ია. ამიტომ ესევე იქნება სხვა ბრენდის სასტუმროების და თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჯიმი, რესტორანი, საკონფერენციოები და მაღალი ხარისხით არის გაკეთებული და როგორი ლამაზი დიზაინია. მე ულოცავ თითოეულ ჩვენ გუნდის წევრს, თითოეულ თანამშრომელს ამ სასტუმროს გახსნას და ვეპატიჟები ქართულ და უცხოელ სტუმრებს ამ ფანტასტიკურ სასტუმროში. ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა დედაქალაქში, კონკრეტულად მორთაჭალაში, რომელიც ისტორიული უბანია. თქვენ იცით, რომ IBC არის აკორდ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ხაზი და მიმართულება. 45 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ტურისტულად ჩვენი ქვეყანა საინტერესო არის, განსაკუთრებით თბილისის პოპულარობით სარგებლობს, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იცით, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზე არის და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინვესტიციები ხორციელდება. აღნიშნული სასტუმრო 156 ნომერზე არის გათვლილი, 50 ადამიანი მუდმივად დასაქმებული იქნება. ზოგადად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია როგორც დედაქალაქის მერც, ასევე ამ ქალაქში მცხოვრებ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, რომ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, ხორციელდება ასეთი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ტურიზმის განვითარების მიმართულებით. It's very important for our core group to be opening this hotel, to have our 13th hotel in Tbilisi. We are number one in terms of brands presented on the market, and we're covering all elements of the market: the luxury, the mid-scale, the economy, and I think it is a great addition to the Georgian market overall as a new product and as a new type of a hotel catering not only for leisure retail guests but also for corporate meetings, because that's important. Georgia is not only a place for leisure, for tourism, it's also for business, and we want business people coming here, people working for the government organizations coming here for meetings, for their stays, for events, in this restaurant for meetings. I think it's a very successful hotel, and I'm sure the team will make it successful.